ჩემი ოცნება არის, რომ ერთი დილაც გათენდეს და ყველა მithქოს, რომ ბარბარემ ფეხზე გაიარაო. როცა ვისწავლე სიარულს, მე მინდა რომ დედიკოს გარშ წავიდე სკოლაში. მე მინდა რომ ბავშვებთან ერთად ვითამაშო, ვიმხიარულო. როცა მიდიან ჩემი კლასელები ფიზკულტურაზე, მე ძალიან გულწრფელია. შენ რას აკეთებ ხოლმე ფიზკულტურის გაკვეთილას? როცა ჩემი კლასელები მიდიან და მე კლასში რჩები და დედა მოდის ხოლმე და წამიყვანს ხოლმე. როცა გარეთ გავდივარ, არავის არ უნდა ჩემთან ერთად თამაში. შენ ისეთი ლამაზი გოგო ხარ, მე კიდევ მგონია რომ ყველას უნდა შენთან თამაშდე. თუ ვინმეს არ უნდა შენთან თამაში, სულ შენი ისეთი ლამაზი თვარები გაქვს. მხოლოდ ეს ერთი კადრიც კი საკმარისია იმის მისახვედრად, თუ რამხელად კივილს იტევს ამანგელოზის გული. აი ასე უყურებდა ბარბარე, როგორ ერთობოდნენ სხვა ბავშვები მის თვალწინ. გოგონები, რომლებიც საერთოდ არ იცნობდნენ ბარბარეს, უთქმელადაც მიხვდნენ მის გულის ტკივილს. უფალმა დალოცოს ისინი და მათი მშობლები ასე ღვთისნიერად აღზრდისთვის. საკმარისია ერთხელ ჩახედოთ ბარბარეს თვალებში და მაშინვე მიხვდებით, რომ მისი გული სხვა სიკეთესა და სიყვარულს იტევს. საკმარისია ერთხელ დაინახოთ გოგონას ღიმილი და მაშინვე დარწმუნდებით, რომ ის უფლის მიერ მოვლენილი ანგელოზია ამ ცოდვილ დედამიწაზე. მე მიხარია, რომ ოპერაციას რო გავიკეთებ და რო ვისწავლე სიარულს, ჩემ კლასელებთან ერთად ვირბენ, ვითამაშებ. ბავშვმა არ იცის, რომ ოპერაციისთვის საჭირო თანხა ვერ შეაგროვა საბრალო დედამ. პირველი ოპერაციისთვის ოჯახმა ყველაფერი გაყიდა, რაც ირამ გააჩნდათ, მაგრამ ბარბარეს ბედი დამოკიდებულია მეორე ოპერაციაზე, რომელიც $18,000 ჩდება. თურქი ექიმები ირწმუნებიან, რომ ბავშვი დამოუკიდებლად სიარულს შეძლებს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სასწრაფოდ არ გაუკეთდება ოპერაცია, ეს მზესავით გოგო სამუდამოდ დაკარგავს ფეხზე გავლის შანსს. არ გავწიროთ ღვთისნიერი ბავშვი ასეთი ტანჯვისთვის. და დედიკო, ჩემო ლამაზო, ამ სიმღერას შენ გიძღვი რომ გაგახარო. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.